მოგესალმებით. მოგესალმებით. რაც შეეხება იმას, თუ როგორ მოხდი ამ საქმეში, არაერთი ადამიანი მიკავშირდებოდა, მნიშნავდა სხვადასხვა პოსტებზე და თავად ნატამაც რამდენჯერმე მომნიშნა და დამიკავშირდა სოციალურ ქსელში და ამის შემდეგ გავცვალეთ ნომრები და მე ვუთხარი, რომ დაურეკავდი და შევეხმიანე. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ მე მომესმინა მისთვის. თუ რამდენად დამაჯერებლად ყვებოდა მომხდარს. და როდესაც მე დავინახე და როდესაც მე დავწმუნდი, რომ ეს ადამიანი ყვებოდა სრულ სიმართლეს და არაფერს იგონებდა, რა თქმა უნდა, მე გადავწყვიტე, რომ დამიცვა მისი ინტერესები. და მინდა გითხრათ, რომ რაც შეეხება ჩემს ჩართვას, თავად სვანეთში მაცხოვრებელი ადამიანები, სვანები, თხოვდნენ, რომ მე ჩავთვლიყავი ამ საქმეში და დამეცვა ნატას ინტერესები. სწორედ ამიტომ გავაკეთე. მათაც ჯერათ შეიძლება ესე ჩავთვალოთ. სწორედ ამიტომ გავაკეთე მე განცხადება, რომ კუთხურის შუღლის გასაღვევებლად არ უნდა იქნეს ეს საქმე გამოყენებული. რატომ? იმიტომ რომ თავად სვანები არიან ძალიან მოწადინებული, რომ ამ საქმეზე ჭეშმარიტება დადგინდეს და რეალური დამნაშავეები, აი ვისაც დაუდასტურდებათ, ვისაც ნატა საუბრობს და ვისაც დაუდასტურდებათ შესაბამისი მტკიცებულებებით, ამ უმძიმესი სასტიკი დანაშაულის ჩადენა ეს ადამიანები დაისაჯონ და სწორედ სვანებისგან ვგზნობ დიდ მხარდაჭერას და იმის თქმა, რომ სვანები რას აკეთებენ, სვანები ასეთები არიან, ისეთები არიან, უბრალოდ სირცხვილი არის. უბრალოდ სირცხვილი არის, თუნდაც რამოდენიმე ადამიანის მხრიდან ჩადენილი საშინელი დანაშაულის გამო თელ კუთხეზე ნეგატიურად ვისაუბროთ, მით უმეტეს ყველამს კარგად მოგვეხსენება, თუ როგორი ამაყი და ღირსეული ხალხი ცხოვრობს სვანეთში, ისტორიულადაც ყოველთვის ესე იყო და ასე არის ზოგადად ცნობილი და ნამდვილად ეგრე არის. ამას ისინი ნამდვილად ადასტურებენ ყოველდღიურ საქციელში, თუნდაც იმაში, რომ ყოველდღიურად ჩვენ გვამხნევებენ, მას შემდეგ რაც მე ჩავერთე ნატა საქმეში და ძალიან გვერდით გვიდგანან. ამას უფრო მეტად დაინახავს მცირე ხანში საზოგადოება. რაც შეეხება ნატა საქმეს, შემზარავია ის დანაშაულებრივი ქმედებები, რომელიც ჩადენილი იქნა ნატა ვიბლიანის მიმართ. შემზარავია, იმიტომ რომ ამ ყველაფერს ჰქონდა სისტემატური ხასიათი. ეს ყველაფერი გრძელდებოდა წლების განმავლობაში, ეს ყველაფერი გრძელდებოდა მცირეწლოვნის მიმართ და ეს ყველაფერი გრძელდებოდა არაერთი ადამიანის მხრიდან, არამედ არაერთი ადამიანის მხრიდან. აი წარმოიდგინეთ, როგორი ზიანი მიაყენა ბავშვის განვითარებას, ბავშვის ფსიქოემოციურ მდგომარეობას და ჩამოყალიბებას იმ ამაზრზენმა დანაშაულებმა, რომელიც მის მიმართ იქნა ჩადენილი წლების განმავლობაში. და საინტერესო ის არის, რომ აქ მხოლოდ გაუპატიურებაზე არ არის საუბარი. აქ საუბარია ასევე მუქარაზე, სიცოცხლის მოსპობის მუქარა. დიახ, რომელსაც ასევე ჰქონდა არაერთი ხასიათი, როგორც ქალბატონი ნატა ყვება. ასევე ქალბატონი ნატა დეტალურად ყვება იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ წაართვეს ბავშვი, ის დაორსულდა და 13-14 წლის ასაკში ის ამშობიარეს და ბავშვი წაართვეს. არავინ იცის, დღეს ეს ბავშვი სად არის, ცოცხალი არის, არ არის ცოცხალი, სად არის, საქართველოში არის, სხვა ქვეყანაში არის. არანაირი ინფორმაცია ამ ბავშვთან დაკავშირებით დღეის მდგომარეობით არ არსებობს. და რაც ასევე სამწუხაროა, კვლავ არსებობენ ადამიანები, რომლებიც გარკვეული ფორმით, სხვადასხვა ფეიკებით ემუქრებიან ნატას დღემდე და გარკვეულ ბრალდებებს აშხერებენ მისი მიმართულებით და მე მინდა საჯაროდ განვაცხადო ყველა ამ ადამიანის გასაგონად, რომ პირადად მე არ დავუშვებ, რომ ვინმე რაიმე ფორმით ზეწოლა და ზემოქმედება მოახდინოს ნატას მიმართ. არ დავუშვებ. გამოვავლენთ ყველა იმ პირს, ვინც ემუქრება მას და ვინც მომავალში დაემუქრება და არავის არ კონდეს იმის იმედი, რომ ვინმე გადაურჩება პასუხისმგებლობას და ყველა მათგანი იქნება დასჯილი კანონის მთელი სიმკაცრით. აქ იყო საუბარი იმაზე, თუ როგორი აღშფოთებულები არიან ადამიანები და ნამდვილად პირდაპირ გეუბნებით, სვანეთში მაცხოვრებელი ადამიანები, რომლებიც მე დამიკავშირდნენ, არიან ძალიან აღშფოთებულები. თუმცა ჩემი მიზანი რა არის, პირადად ჩემი მიზანი, იცით რომ აქ არ უნდა მოხდეს
რაიმე უკანონო მეთოდებით და ძალადობრივი მეთოდებით შურისძიება სამაგიეროს გადახდა და ასე შემდეგ. მსგავსი ფაქტები 21 საუკუნეში მსგავსი ფაქტები არის შეუძლებელი. დაუშვებელი და ეს არ უნდა დაუშვათ. აქ უნდა მოხდეს რა? ობიექტური, სწორი გამოძიების ჩატარება, ყველა კითხვაზე მტკიცებულებებით და არა ჭორებით. პასუხის გაცემა, მიუკერძოებლად საქმის გამოძიება და პასუხისგებაში მიცემა იმ ადამიანების, რომლებიც ამ სასტიკ დანაშაულს ჩადიოდნენ წლების განმავლობაში. კი ბატონო. ტარიელ, მოდი რამდენიმე კითხვა მაქვს და მოდი მივყვეთ თანმიმდევრობით. გადაცემის შესავალ ტექსტში მე ვახსენე დანაშაულის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით, როგორ მუშაობს ქართული კანონმდებლობა. 3-10 წლეული წლის წინ მოხდა ეს ყველაფერი. ბუნებრივია, ყველა აანალიზებთ ხომ, რამდენად რთული იქნება აი ამ ყველაფერის ძიება, მაგრამ აი მოგვიყევით დღეს რა ხდება? გამოძიება დაწყებულია რა მუხლით? თქვენ ბევრი დანაშაული ახსენეთ, ხო? მუქარა, ძალადობა, გაუპატიურების მუხლით არის, როგორც ვიცით, დაწყებული ეს. ასევე მაინტერესებს, გამოიკითხნენ თუ არა პირები 4 პიროვნებას ასახელებს ნატა ვიბლიანი. ვიტყვი მაყურებლისთვის ბაჩკი ჩხვიმიანი, მალხაზი ჩხვიმიანი, ჯიმშერ ვიბლიანი, როდერ ჩხვიმიანი, აი 4 ადამიანს ადებს ხელს პირდაპირ ხიად, რომ ესენი იყვნენ ადამიანები, რომლებიც სექსუალურად ძალადობდნენ ნატაზე. დღეს რა გვაქვს? რა დევს საქმეში? მოგახსენებთ, ნამდვილად რთული არის ყველა იმ საქმის გამოძიება, რომელიც მომხდარი არის წლების წინ. ჩვენ კარგად ვიცით პრაქტიკაში 3 წლის წინ რომ დანაშაული მოხდა, იმ დანაშაულის გამოძიებაც კი ძალიან დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. თქვენ გახსოვთ მერაბ ჯანგველაძის კვლელობის საქმე, რომელიც იფარცხებოდა საგამოძიებო ორგანოს მხრიდან თვეების განმავლობაში, შემდეგ როგორ გართულდა მისი გამოძიება, სულ რაღაც 5 თვის, 6 თვის, 3 თვის წინ მომხდარი მოვლენების აღდგენა იყო ძალიან რთული. და წარმოიდგინეთ ახლა ეს საქმე, სადაც 30 წელზე მეტია გასული კონკრეტული ფაქტების შემდეგ და ეს ფაქტები უნდა იქნეს აღდგენილი. ეს არის ამ კუთხით უპრეცედენტოდ რთული საქმე, თუმცა მე ყოველთვის ვამბობდი მათ შორის სხვა საქმეებზე, რომელზეც თითქოს უიმედო მდგომარეობა იყო, რომ არ არსებობს გამოუძიებელი სისხლის სამართლის საქმე. არ არსებობს დანაშაული, რომლის გამოძიებაც შეუძლებელია იმ შემთხვევაში, თუ სწორი და ეფექტური საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება მოხდება. ასევე თქვენ კარგად იცით, რომ მსგავს სიტუაციაში წინასწარ ყველა იმ საგამოძიებო მოქმედების დაანონსება, ნამდვილად დიდი შეცდომაა ტელევიზიით, რომელიც უნდა ჩატარდეს და რომელიც შესაძლოა ჩატარდეს. და ამიტომ ამას არ გავაკეთებ, თუმცა ინფორმაციის სახით მოგახსენებთ, რომ უკვე არაერთი პირი არის გამოკითხული ამ სისხლის სამართლის საქმეზე, სამშაბათს ზეგ 17 საათზე დაიწყება ქალბატონი ნატას გამოკითხვა. ეს იქნება პირველი პროცესი ტარიელს. ეს იქნება პირველი გამოკითხვა ქალბატონი ნატას და ის მზად არის უპასუხოს აბსოლუტურად ყველა შეკითხვას. დეტალურად და ამომწურავად, მას არ ჭირდება არანაირი მეცადინეობა, არანაირი მომზადება, ვინაიდან ის ყვება შრალ ფაქტებს, სიმართლეს და მას ნამდვილად არ ჭირდება ვინმე მიუთითოს ასე თქვი, ისე თქვი და ასე შემდეგ. მას რჩევები ამ კუთხით ნამდვილად არ ჭირდება. და თავარი რა არის, რომ ამის შემდეგ კიდევ ის ფაქტები, რომელსაც გააჟღერებს ქალბატონი ნატა, უნდა გადამოწმდეს, უნდა გამყარდეს სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებებით. მე და ჩემს გუნდს გვაქვს კომუნიკაცია გამოძიებასთან, გვექნება ძალიან აქტიური კომუნიკაცია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დასრულდება ქალბატონი ნატას გამოკითხვა. ვინაიდან ის დაასახელებს ისეთ ფაქტობრივ გარემოებებს, რომლებსაც ცალკე საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაჭირდება. და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს ასევე იმის, რომ დადგინდება თუ ვინ იყო ის ექიმი, ის მორიგე ექიმი, რომელმაც ამშობიარა ნატა ვიბლიანი ზუგდიდის საავადმყოფოში. ჩვენ ვიცით, რომ ის საავადმყოფო დღეს მდგომარეობით არ არსებობს, თუმცა მე მჯერა, რომ თუ სწორად იმუშავებს გამოძიება, ამ ექიმის ვინაობის დადგენაც შეიძლება და ამ ექიმისგან კონკრეტული ინფორმაციის მოწოდების დადგენაც შეიძლება. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი გარემოება ასევე
და დასადგენი იქნება ასევე ის ადამიანი ან ის ადამიანები, რომლებიც გაყვნენ ნატას ექიმთან, რომლებმაც მიიყვანეს 13-14 წლის გოგო ექიმთან და რომლებმაც აიძულეს, კი არა აიძულეს, გაასხვისეს ფაქტობრივად ეს ბავშვი, რომელიც ნამდვილად ცოცხალი დაიბადა, გაჩნდა და ამის შესახებ ნატამ ისაუბრა საჯაროდ. ძალიან ბევრი დეტალი არის, რომლის აღდგენისთვის საჭირო არის ძალიან ეფექტური მუშაობა. ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი ყველაზე რთულად გამოსაძიებელი სისხლის სამართლის საქმე ქართული მართლმსაჯულების ისტორიაში. თუმცა, იმდენად პრინციპული საქმეა, იმდენად მნიშვნელოვანი საქმეა, რომ ამ საქმის გამოუძიებლად დატოვება, უბრალოდ არეპატიება სახელმწიფოს, არეპატიება საზოგადოებას და პირდაპირ ვიტყვი, რომ საზოგადოება ამას ნამდვილად არ დაუშვებს. და მე ჩემი მხრივ გავაკეთებ ყველაფერს, რომ ყველა კითხვას გაიცეს პასუხი. არავის ჭირდება უდანაშაულო ადამიანის დასჯა, მაგრამ უნდა დავამატო, ყველაზე მთავარი, ვისაც დაუდასტურდება ამ უპატიებელი, დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა, კანონის მთელი სიმკაცრით დაიჭება. ყველა მათგანი, აბსოლუტურად ყველა მათგანი. კი ბატონო. უფრო მეტიც როდესაც ესეთ მოძალადეებზე ვსაუბრობთ, არ არის არც ის გამორიცხული, ხა ძალიან არ მინდა შორს წავიდე, მაგრამ რომ ნატა არ იყოს ერთადერთი მსხვერპლი ასეთი მოძალადეების, ესეც არ არის გამორიცხული. რა მინდა გკითხოთ? აი, მეორე მხარე ესე ვთქვათ, რომლებიც ასევე რაღაც სხვადასხვა ფორმით მე ვადევნებ ამ ისტორიას, თვალს არიან ჩართულები სოციალურ ქსელებში, კომენტარებს დაუწერენ თუ ასე შემდეგ, რაღაცნაირად ყურადღებას ამახვილებენ, რომ თითქოს ეს ყველაფერი ქონებას მიწებს და ას რაღაცა თითქოს აი სიმდიდრეს ითხოვს მოკლედ ნატა თუ ითხოვდა რაღაცა აი ამ ტიპის ბრალდებები ისმის ნატას მისამართი და ის საერთოდ რატო გაჩნდა ეს ვერსია და აი რამდენად მყარი შეიძლება იყოს, იმიტომ რომ იმათაც ხომ ბუნებრივი ეყოლებათ ადვოკატები, ვინც დაიცავენ მათ ინტერესებს კონკრეტულ სახელებს და გვარებს გულისხმობ, რომლებსაც ნატა ასახელებს. პირველ რიგში ერთს მოგახსენებთ, რომ სანამ ჩავერთვებოდი ამ საქმეში, მე ვესაუბრე ნატას. მე შევადარე ძალიან ბევრი ფაქტი ერთმანეთს. მივიღე გარკვეული ინფორმაციები და მე რომ არ დამეჯერებინა ნატა ვიბლიანის სიმართლის, დღეს მე მისი ადვოკატი ნამდვილად არ ვიქნებოდი. ჩემი ერთადერთი მიზანი ამ საქმის ჩართვის არის, რომ ადამიანი, რომელიც არის დაჩაგრული, რომელსაც გაუნადგურეს ცხოვრება, სწორედ ამ ადამიანს დაუდგე გვერდით. და ის რომ მოხდეს პრევენცია, რომ მსგავსი ფაქტები აღარ მოხდეს და საზოგადოება იყოს დაცული. ეს არის ჩემი ერთადერთი მიზანი. რაც შეეხება მაგ არგუმენტს, ნატა ვიბლიანი გამოიკითხება სამშაბათს, როგორც ვიცით, და თუნდაც მაგ საკითხთან დაკავშირებითაც ის ძალიან დეტალურ ინფორმაციას მიაწვდის საგამოძიებო ორგანოს. მე ახლა ნამდვილად არ მინდა წინასწარ კარტების გახსნა. აქვე მინდა გითხრათ, რომ გარკვეული გარემოებები უკვე დადასტურებულია, ის გარემოებები, რომელზეც ნატა საჯაროდ საუბრობდა, ამაზეც მე ჯერჯერობით ვისაუბრებ, თუმცა ცოტა ხანში მე გამოვარ საზოგადოების წინაშე და უფრო მეტ დეტალთან დაკავშირებით საზოგადოებას მივაწვდი ინფორმაციას. ახლა არის პერიოდი, როდესაც სულ ახლახანს არის დაწყებული საგამოძიებო მოქმედება, საწყის ეტაპზე არის გამოძიება, ბევრი ფაქტი საჭიროებს გადამოწმებას და პირველ რიგში მე ვარ წინააღმდეგი, რომ რაიმე გადაწყვეტილებები იქნას მიღებული ფაქტების გადამოწმების გარეშე, უტყუარა დადასტურების გარეშე და როდესაც გადამოწდება, როდესაც დავინახავ, რომ უტყუარა დადასტურდა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები, მე გამოვარ საზოგადოების წინაშე, ან ჩემი გუნდის რომელიმე წევრი და ჩვენ ვისაუბრებთ ჭეშმარიტებასთან, რეალობასთან, დასამალი საზოგადოებასთან ნამდვილად არაფერი გვაქვს. კი ბატონო და ტარიელ ერთი კითხვაც მინდა დავსვა ისეთი აი ცუდ შეკითხვას ვეძახი ხოლმე ამას, როდესაც აი ასეთი ტიპის დანაშაულებზე გვაქვს საქმე, მაგრამ აი როდესაც ვადევნებდი თვალს მათ შორის იმ ადამიანების გამოხმაურებასაც ჯერა ნატასი, მაინც თითქოს რაღაცა ყველა ამას კითხულობდა, რომ აქამდე რატომ არ მოვისმინეთ ეს, აქამდე რატომ არ გაჟღერდა და ასე შემდეგ. მე არ მიმაჩნია პირადად სწორად, რომ არ ვიცი, ძალადობის მსხვერპ ქალს ეს შეკითხვა დაუსვა, იმიტომ რომ გონია ამას არ აქვს ვადა, ძალიან რთულია იპოვა ამის გამბედაობა, საკუთარ თავში დარწმუნებული ვარ დღესაც, აი ამდენი წლის მერე, 310 წლეულის მერეც ნატასთვის ძალიან რთულია ამაზე საუბარი და იმ ყველა რაღაცა, არ ვიცი, წუთის თუ მომენტის გახსენება, მაგრამ ალბათ
თქვენც დაუსვამდით ალბათ ამ კითხვას, არ ვიცი, როდესაც გქონდათ საუბარი. პირველ რიგში მინდა ყურადღება გავამახვილო ერთ რამეს. ამ ქვეყანაში ნამდვილად ძალიან ხშირად აღმოჩენილა ბრალდებული სკამზე ადამიანი ცრუ დასმენის გამო. რომ ადამიანს დაუბრალებია, თუნდაც გაუპატიურება, ძალადობაც ყოფილა ესეთ შემთხვევები. თუმცა ნატას შემთხვევა, ეს შემთხვევა ნამდვილად არ არის. ვინც ამბობს, რომ ნატამ პირველად განაცხადა ამის შესახებ, ის უბრალოდ სრულობს. მე მინდა მოგახსენოთ, რომ ნატას ოჯახის წევრს ნამდვილად აქვს 90-იანების ბოლოს დაწერილი განცხადება და შეტანილი პოლიციაში, ჩემი ინფორმაციით, გაუპატიურების მუხლით, რომ დაწყებულიყო გამოძიება. და მე რა ინფორმაციაც მაქვს, სახელმწიფომ მაშინ სათანადო რეაგირება აღნიშნულ უმძიმეს დანაშაულთან დაკავშირებით არ მოახდინა. და ძალიან ხშირად ისტორიულად ბოლო 20 წლის განმავლობაში, ბოლო 10 წლის განმავლობაში ბევრჯერ ყოფილა შემთხვევები, როდესაც შესულა საჩივარი პოლიციაში, შესულა განცხადება პოლიციაში, მაგრამ ობიექტური და სრულყოფილი გამოძიება არ ჩატარებულა. ჩანს, რომ ნატას შემთხვევა იყო ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა, თან წარმოიდგინეთ 90-იან წლებში რადონის გამოძიება ტარდებოდა, ხშირ შემთხვევაში ძალიან ზერელი, ძალიან ზოგადი და ჩვენ ვხედავდით ყოველ ფეხის ნაბიჯზე თუ ამოვიღებთ ძველ საქმეებს, როდესაც თითქმის რეაგირების გარეშე რჩებოდა განცხადებები პოლიციაში უმძიმეს დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით და ასევე ვხედავდით საპირისპიროს, რომ უდანაშაულო ადამიანებს გამოუძიებელ საქმეებს აბრალებდნენ, აი დააკავებდნენ ერთ ადამიანს ქურდობაზე და დააბრალებდნენ 20 გაუხსნელ ქურდობის ეპიზოდებს. და ეუბნებოდნენ, რომ მოდი აღიარე და შეგიმსუბუქებთ, მალე გაგათავისუფლებთ. მსგავსი ფაქტები ხდებოდა. ანუ აქ პირდაპირ მაშინდელი საგამოძიებო ორგანოს გულგრილობაც კი შეიძლება გამოიკვეთოს თუ სწორად ჩატარდება საგამოძიებო მოქმედებები. მე რისი თქმა მსურს, კომპლექსურად არის სამუშაო ყველა მიმართულებით და ფიქრობ, რომ ძირითადი დეტალების აღდგენა ამ საქმეზე სრულიად შესაძლებელი. ეს ყველაფერი არის დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად მოინდომებს სახელმწიფო, მოინდომებს საგამოძიებო ორგანო და მე, როგორც ნატა ვიბლიანის ადვოკატი, გავაკეთებ ყველაფერს, რომ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაიცეს. კიდევ ვიმეორებ, რომ ჩვენ არ გვჭირდება უდანაშაულო ადამიანებს დასჯა, თუმცა რეალური დამნაშავეები ამ საქმეზე რომ არ დაისაჯონ, ეს არის ყოვლად დაუშვებელი. ამის უფლება არავის არ აქვს. ბატონ, შეიძლება ტარიელ რომ აი იმ 4 ადამიანის გარდა, ვისაც ასახელებს ნატა, უფრო მეტად გაიზარდოს დამნაშავეთა წრე, იცით, რატომ? იმიტომ დანაშაულის დაფარვაც დანაშაულია თავისთავად და თავად ნატასაც არაერთხელ უთქვამს, რომ თანასოფლელების ძალიან დიდი ნაწილი საქმის კურსში იყო ამ ყველაფერთან დაკავშირებით და მათ იცოდნენ რომ არასრულწლოვანი ბავშვი იყო ძალადობის მსხვერპლი არაერთი ადამიანის მხრიდან. ამ კუთხითაც შეიძლება მოგახსენებთ, რომ დანაშაულის დაფარვა დანაშაული არის, ცალკე დანაშაული არის, ასევე დანაშაულის შეუტყობინებლობაც ეს კიდევ ცალკე დანაშაული არის, გამოძიება უნდა წავიდეს ყველა მიმართულებით. და მე მოუწოდებ ყველას, ვისაც კი რაიმე ინფორმაცია აქვს ამ დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით, მიაწოდოს გამოძიებას ინფორმაცია, თანამშრომლობს გამოძიებასთან, თქვას სიმართლე და მხოლოდ სიმართლე, ჩვენ არ გვჭირდება ტყუილები და არ გვჭირდება გამოგონილი ფაქტები და ამით ისინი მარტო ნატა ვიბლიანს კი არ დაეხმარებიან და მარტო საზოგადოებას კი არ დაეხმარებიან და სახელმწიფოს კი არ დაეხმარებიან, საკუთარ თავებსაც დაეხმარებიან, მართლები იქნებიან საკუთარი სინდისის მიმართ და მათი სამართლებრივი მდგომარეობაც დამერწმუნეთ ბევრად უკეთესი იქნება თუ ისინი სწორ ინფორმაციას მიაწვიან საგამოძიებო ორგანოს, მაგრამ თუ ისინი დამალავენ ფაქტებს, შესთომაში შეიყვანენ გამოძიებას, შესთომაში შეიყვანენ მარსაჯულებას, ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მათი სამართლებრივი მდგომარეობა დამძიმდება. ჩვენ ვიცით პრაქტიკაში და ეს შემთხვევა, ეს кейსი არ არის ერთადერთი. ჩვენ ძალიან ხშირად ვხედავთ მსგავს შემთხვევებს და ეს არის უბრალოდ გახმაურებული кейსი, მაგრამ ისეთი საქმეებიც არსებობს, რომლებიც არ გახმაურებულა, ხომ? და ჩვენ ძალიან ხშირად ვხედავთ, რომ
ან ერთი მხარის წარმომადგენლები, ან მეორე მხარის წარმომადგენლები ცრუ ჩვენებებს აძლევენ სასამართლოს ან საგამოძიებო ორგანოს გარკვეული პირადი სიმპათიებიდან, პირადი ნაცნობობიდან, ნათესაობიდან, მეგობრობიდან და ასე შემდეგ გამომდინარე. მსგავს ფაქტს ამ საქმეზე ადგილი არ უნდა კონდეს, ამიტომ ჩემი განცხადება ყველამ ყურადი იყოს და თუ გამოიკითხებიან, მხოლოდ სიმართლე თქვან და არანაირ ტყუილი. არავის ეპატიება, ცრუ ჩვენების მიცემა, ცრუ ჩვენების მიცემა, ცრუ ინფორმაციის მიწოდება არის სისხლის სამართლის დანაშაული. და ის რომ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის საქმეზე აძლევს ცრუ ჩვენებას, ეს კიდევ არის დამამძიმებელი გარემოება, რაც უფრო მკაცრად ისჯება, ვიდრე სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე მიცემული ცრუ ჩვენება. კი, ბარა არსებობს რამე რისკი ზემოქმედების თუნდაც მოწმეებზე ამ საქმეში დარიაო? რისკი არსებობს მოწმეებზე ზემოქმედების, რისკი არსებობს იმისა, რომ გარკვეული ინფორმაციები, რომელსაც სხვადასხვა პირები მიაწვდიან გამოძიებას, შესაძლოა არ იყოს სიმართლე და ჭეშმარიტებისგან შეიძლება იყოს აცდენილი და ამიტომ მე წინასწარ ვაკეთებ განცხადებას, რომ არავინ გადაწყვიტოს ცრუ ჩვენების მიცემა. პირველ რიგში მათივე სამართლებრივი მდგომარეობა დაზიანდება ამით. კი ბატონო. და ბოლო კითხვას დაგისვამ, დანაშაულის ესე ვთქვათ დამტკიცების შემთხვევაში როგორი არის სასჯელი? რა მუხლებზეც ახლა ძალიან მძიმე დანაშაულია, ძალიან. დიახ. დანაშაული ნამდვილად მძიმე არის. მე პირადად ამაზე მძიმე დანაშაული განსაკუთრებით მორალური კუთხით არ მახსენდება. აი მაგალითად, როდესაც კონკრეტული პიროვნება არის ბრალდებული სხვა მძიმე მუხში, აი მაგალითად კვლელობის მუხლით, ხო? მეც მქონია ესეთი შემთხვევა. პირს ედავებოდნენ იმას, რომ როდესაც მის მეუღლეს ვიღაც მეზობელი მანქანაში თავს დაესხა გაუპატიურების მიზნით და მისმა მეუღლემ ეს დაინახა, თავდასხმელი გაიქცა და მეუღლე გამოედევნა და ესროლა. ასეთი საქმე მქონია პრაქტიკაში. და პირდაპირ გეტყვით, რომ მორალური კუთხით ამ ადამიანის დაცვა ისეთი ტვირთი არ არის, ხო, ადვოკატისთვის. შეიძლება სამართლებრივად არ არის მართალი, იმიტომ რომ ეს შურიზიება გამოდის, თუ ადამიანი მისდევს მირბის, შენ მისდევ და ესვრი, მაგრამ მორალური კუთხით საზოგადოების დიდი ნაწილი ამ ადამიანს ამართლებდა. ახსნას უძებნიდა ესე რომ ვთქვათ, ხო? ანუ კვლელობა, განზრახ კვლელობა არის დანაშაული, უნდა დაისაჯოს ნამდვილად. დანაშაული არის, მაგრამ არის კონკრეტული სიტუაციები, სადაც ადამიანებმა შეიძლება მორალური ახსნა მოუძებნონ. მაგრამ ეს არის დანაშაული გაუპატიურება, გარყვნილი ქმედება, რომელსაც ვერც ერთი სახად მოაზროვნე ადამიანი გამართლებას ვერ მოუძებნის, ვერც სამართლებრივს და ვერც მორალურს. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ამორალური დანაშაული, რაც შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს. შესაბამისად, აქ მარტო საჭიელი ის არ არის, რომ ადამიანი წავა ციხეში. აქ არის სხვა დამატებითი საჭიელები, რაზეც უკვე ზემოთ წეღან ვისაუბრე და რასაც ყველანი ძალიან კარგად ხვდებით. მაგრამ ეს არის დანაშაული, რომლის პატიება ნამდვილად დაუშვებელია. და ყველა პირი, ვისაც დაუდასტურდება ამ დანაშაულის ჩადენა, კანონის მთელი სიმკაცრით უნდა დაისაჯოს. კი ბატონო. ძალიან დიდი მადლობა, ტარიელ, მოკლედ დაველოდები.